ავტორიტარიზმი ძნელი ასეთ ფორმულას მოფიქრება, თუმცა არის ავტორიტარიზმი, რომ ის ერთ დღეში ვერ მარცხდება, მაგრამ რეპრესიების ფონზე იცვლება თუ არა პოლიტიკური ტაქტიკა და სტრატეგია. რაღაცნაირად ამის საჭიროებას ყველა ხედავს. თქვენ ხედავთ თუ არა და მოთელეთ თუ არა პოლიტიკურმა სუბიექტებმა რაიმე გზები ამისთვის. პირველ რიგში მოგესალმებით და მივესალმები იმას, რომ ნინო დათაშვილი გარეთ არის, მაგრამ აქვე მინდა რომ თქვა ეს არ არის რაღაც წარმატება. რაც ჩვენ ნახეთ კადრებში, ის არის წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, რომელსაც მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს შეუქმნა საფრთხე. აქედან გამომდინარე, ყველა ის პირი, ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა, აუცილებლად დაისჯება, ვინაიდან ნინო დათაშვილი არის უდანაშაულო ადამიანი და ის ვიღაც ზონდერები რო ყავს სასამართლოში, იმად გამო ადამიანის ჯანმრთელობა შეერყა მნიშვნელოვნად და სიცოცხლეს შეექმნა საფრთხე. რაც შეეხება იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებაც მიიღო ქოცემმა და როგორი უნდა იყოს სტრატეგია, ქოცებს ქართულ ოცნებას, ანუ ბიძინა ივანიშვილს და რეჟიმს არ მიუღია მარტივი გადაწყვეტილება, მინდა გითხრათ. ეს გადაწყვეტილება მათი კარგი ცხოვრებიდან არ არის გამომდინარე. ერთი რაც ცხადად შეიძლება ვთქვათ, არის ის, რომ რეჟიმს შეეშინდა ეროვნული ძალების. ჩვენ ვიცხოვთ და აქ თქვენ საუბრობდით ბატონ ვახტანგსა უსმენდი გზაში და საუბრობდით, რომ აი რიგ გარეშე არჩევნების დანიშვნას ხო არაპირებს სასურველი პოლიტიკური პარტიები და ასე შემდეგ, ხო? ჩვენ ამას ვითხოვთ, რომ არჩევნები დანიშნოს, ხო, მოთხოვნა ძირითადად ეს აი მანდ მივალ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა და რეჟიმმა იცის, რომ ჩვენი მონაწილეობით, ანუ ეროვნული ძალების მონაწილეობით სამართლიან არჩევნებში ის წააგებს. ამიტომ მას უნდა არაკონსტიტუციური უმრავლესობა, მხოლოდ რა თქმა უნდა ესეც უნდა, მაგრამ თავარი პრიორიტეტული საკითხი არის მისთვის ლეგიტიმაცია. მას უნდა ლეგიტიმაცია და ლეგიტიმაციის წყარო არის ერთი ხალხი, თქვენთან მაქვს ეს ნალაპარაკები, ხალხი მას ლეგიტიმაციას არ აძლევს და მეორე ლეგიტიმაციის წყარო არის საერთაშორისო ინსტიტუტები. მათ შორის. მათ დამატებითი, მაგრამ ძირითადად არის პროცესში მონაწილე პარტიები. ანუ ფერმურს როცა თამაშობთ ორი გუნდი, თან ხვდებით რომ რაღაც წესები თამაშობთ. დამარცხებული აღიარებს მარცხს, გამარჯვებული აღიარებს გამარჯვებას და ერთმანეთის შედეგსაც აღიარებ. და ეს უნდა მიაღწიოს ქართულ ოცნებას, რომ შექმნას ისეთი პოლიტიკური დღის წესრიგი, რომ დამარცხებულები, რომელსაც დაამარცხებს, რუსეთშია, ხო, იქ არის LDP-ი, მოთამაშეები გამოცვალა უბრალოდ. მოთამაშეების გამოცვლის ცდელობა აქვს, მაგრამ 4 ოქტომბერმა მომცა რწმენა, კიდევ ერთხელ გამეორდები, რომ არ ხდება ეს საქართველოში, ანუ მოკალა ამას რუსეთი ამზადებდა. პუტინი ამას ამზადებდა დაახლოებით 12 წლის განმავლობაში, რომ ამ კონდიციამდე მისულიყო და ბიძინა ივანიშვილმა ეს მოინდომა ერთ წელში. ერთ წელში ვერ ხდება სატელიტი პარტიების შექმნა, რომელსაც მაღალი რეიტინგი ჰქონდეს. ეხლა 2% ან 5%-იანი ბარიერი ხო უნდა გადაალახინოს რომელიმე პარტიას, ხო? ქართული ამომრჩეველი გაიზარდა მათ შორის. მინდა გითხრათ, რომ აი ხო შევიდნენ კახარიას პარტია, ლელოს პარტია არჩევნებში, ხო? და კი არ განახევდა 3-ჯერ და 4-ჯერ ნაკლები ხმა მიიღენ. ეს რას ნიშნავს? რას ნიშნავს და ქართული ხალხი მზად არის ქართული ოცნების შესაძლებლად მინიმუმ ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება. ანუ ამ პარტიებსაც ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი ყავს მეთქი ამის თქმა მინდა, მაგრამ რაღაცაში ეჭვირო შეეპარათ, შეიმცირდა მათი მხარდაჭერა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ფაქტია. ამიტომ ეხლა რაღაც ნეიტრალური თუ მრავალჯერადი თუ რაღაც საქართველოების შექმნა სახელებს კი იფიქრებენ ისეც, რომ რამდენიც გინდა და როგორც გინდა. ხო და ეს რაღაც პარტიად გადა ხალხის ძალა, ევროპელი სოციალისტები, თუმცა ევროპასთან ან სოციალისტთან რამე კავშირი ქონდეს რომელიმე იმ პარტიის იმ ჯგუფის წევრს, რომელიც ევროპასთან და სოციალისტთან კავშირი ქონდა ქართულ ოცნებას, საიდანაც გამოაგდა სოციალ-დემოკრატები. იმიტომ რომ არ ქონდათ არანაირი კავშირი. ხო, რეალურად იდეოლოგიური აქედან გამომდინარე ეს რაღაც სახელებს კარგს და შინაარსობრივს იფიქრებენ, მაგრამ შინაარსის გარეშეა ეს ყველაფერი. ამიტომ მაგზავ არის მნიშვნელოვანი ნაწილი. ახლა რაც შეეხება სტრატეგია რა უნდა იყოს ეროვნული ძალების. იმიტომ რომ აი ვიდრე სტრატეგიაზე გადავალ წარმოვიდგინოთ სცენარი, რაც თქვენ თვითონაც თქვით, არის ასეთი ვარაუდი, რომ მარტში გეგმავს არჩევნებს ივანიშვილი, რიგარეშე არჩევს, აი იტყვის ხომ მithოვდით, ვატარებ. ოღონდ იქ თქვენ არ იღებთ მონაწილეობას, იმიტომ რომ ამ დროისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს აკრძალულიყავ ხართ და აქ თავის რაღაცა პარტიებს შექმნის ჩაატარებს ამ არჩევნებს და იტყვის რომ ბატონო, კიდევ ერთი არჩევნები მოვიდა. ინდური ფილმების და კინემატოგრაფია ძალიან დიდ პატივს სცემ, დიდი გულშემატკივარი მაყურებელი არ ვარ, მაგრამ აი ეს დაახლოებით ეგეთი ჟანრია რა. გეპარებათ ეჭვი რომ ამ ჟანრს მიყვება ივანიშვილი. შეიძლება მიყვება მაგ ჟანრს, მაგრამ ჩვენ არ ჯერათ რომ ამას მიყვება. შეიძლება მიყვება მაგ ჟანრს, მაგრამ
და არ გამოვრიცხავ, იმიტომ რომ ჯერ ყველა ნიშანი ამის სახელზეა. შეიძლება ბიძინა ივანიშვილის რომელ ნაწილში არ გამოვა, არ აკრძალავენ მათი საკონსტიტუციო სასამართლოთი არჩევნების ნაწილში რომ ვერ გაგვაჩერებენ. ეგ არის თავარი საკითხი. როგორც საბოლოო ჯამში ერთი მარტივი რაღაცა მინდა ვთქვა და ეს ამის პოლიტიკის თეორია ვინც იცის, ყველა მეცის რომ საბოლოო ჯამში აკრძალული იმარჯვებს პოლიტიკაში. შეიძლება სხვა რაღაცებში არ იმარჯვებს და ეხა არ მინდა შემიძლია 50 სახელმწიფო და მაგალითი ჩამოვთვალო, სადაც აკრძალული იყვნენ ადამიანები ან პოლიტიკური პარტიები და მათ რეჟიმები დაამარცხეს. ასევე ბიძინა ივანიშვილი თუ უყურებს ან ჩვენ გადაცემას და ასე შემდეგ ან თუ უმზადებენ ანალიტიკას და ვიცი რომ უმზადებენ ანალიტიკას, მინდა უთხრან მას და გადასცენ და ჩაწერონ რომ რეჟიმი ქვია იმ ასე ვთქვათ ძალებს, რომლებიც სხვა პარტიებს გამოგონილი ბრალეულობით და ბრალდებებით კრძალავენ. ამიტომ რეჟიმთან მიმართებაში აკრძალული ყოველთვის იმარჯვებს. პოლიტიკაში ესია ადრე თუ გვიან და რეჟიმი საკუთარ სახელს ტოვებს ისტორიაში, აკრძალული პოლიტიკოსები და აკრძალული პოლიტიკური პარტიები საკუთარ სახელს ტოვებენ პოლიტიკაში. გუშინ ვჯელობდით, ბრიფინგიც ჰქონდა 6 საათზე და ვჯელობდით ამ საკითხთან დაკავშირებით და მინდა გითხრათ რომ мотиваცია წინააღმდეგობის არის გაზრდილი. რატომ იცით? მიუღებელი კი არა, არაბუნებრივია მე ენუქიძე რა ვიცი ვინ არის გივი მიქანაძემ რანზორ ბოლქვაძე ამ ხალხმა როგორ უნდა ამგზავნოს მე ეს გამორიცხულია ერთადერთი ჩემი აკრძალვა შეუძლიათ ფიზიკური განადგურებით ანუ ამ ადამიანებმა რომელსაც თუ რეჟიმად მიაჩნია წინა ხელისუფლება ამ მათი სახეები იყვნენ პირადი სახეები იყვნენ პოლიტიკოსად წოდებულმა ბოლქვაძემ რომელსაც 5 მოწვევის პარლამენტარია 5 და ერთი სიტყვა არ აქვს 20 წელში ნათქვამი პარლამენტში შეგიძლიათ გადაამოწმოთ. ერთი სიტყვა 20 წელია პარლამენტის წევრია და ამან მართლა ჭანჭიკმა რეჟიმის და სისტემის უნდა აკრძალოს თენგო თევზაძე, მარიკა არევაძე, ირაკლი ფავლენიშვილი, თუნდაც ნაციონალურ მოძრაობის წარმომადგენელი, ის ხალხი რომელიც არც ერთ ხელისუფლებაში რაიმე სახის თანამდებობაზე არ იყვნენ და იდეის და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვიან, უბრალოდ გამორიცხული ან ის ლელოს პარტიის წევრები, რომელთანაც ჩვენ ბევრი განსხვავება გვაქვს და თქვენთანაც გაგვიკრიტიკებია, როგორ უნდა აკრძალოს ის ხალხი, კუპრაძე, დათუნაშვილი და ის ადამიანები. ეს ხო უბრალოდ ბუნებრივი არა. აკრძალოს შეიძლება და სანქცია დაუწესო ადამიანს, რომელსაც რაღაცა დანაშაული არ ქონდეს, მაგრამ ამ დანაშაულის საზოგადოებას ქონდეს აქ. და ჩვენს მიმართ ეს არა, ვერ ხნავს პოლიტიკაში ძალა არ მართ, პოლიტიკაში მონაწილეობას არ გაღებინებთ. როგორ ებრძვით? აქ არის სტრატეგია, ზე კითხვა რა. კი, ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი შედგეს და დაიწყო საუბარი იმასთან დაკავშირებით და მათ შორის სამოქალაქო ჯგუფებთან მიმართებაში და მინდა უთხრა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს და ასევე იმ სამოქალაქო ჯგუფებს ვინც პროტესტში არის აქტიურად ჩართული დაიწყოს ფართო კოორდინაციის მე არ ვამბობ ერთობა პლატფორმა ალიანს კოორდინაციის წინააღმდეგობის კოორდინაციის ჩამოყალიბება კოალიციაცულებისთვის პარტია ახალი და კოალიციაში შემოვალი ორივე პარტია ანუ მთლიანი კოალიცია ამისთვის მზად ვართ ფართო კოორდინაცია უნდა მოხდეს კოორდინაცია უნდა მოხდეს ფართო და იქნება ხელისშემშლელი ფაქტორები ტრადიციული პარტიებს შორის დაპირისპირება ეს აქ შენ არ უნდა იდგე იქ შენ უნდა იდგე და ასე შემდგომ უყურეთ როგორი ამბავია ყველა პარტია მათ შორის თუ ვინმე თქვის რომ ჩვენ გვაქვს ნაბიჯი სადმე გადასადგმელი ამას გადავდგამთ მაგრამ სხვა პარტიებსაც ნაბიჯები აქვთ გადასადგმელი ერთმანეთისკენ მათ შორის რაც ზოგმა შეცდომა უნდა აღიაროს ზოგმა წარმატება უნდა აღიაროს არ აღიარებს არა ისინი დარჩებიან განზე კიდევ ერთხელ ვამბობ რომ იმარჯვებს ბოლოს ძალიან სერიოზული ნაბიჯი გადადგა ქართულ მოძრაობას აი პროგნოზირებადი აი თუ შეიძლება რომ 6-7 თვით ადრე ჩემი საუბარი და მეც ვეძებდი ახლა და სოციალურ ქსელში განვათავსებ ზუსტად ამას საუბრობდი რომ პარტიების აკრძალვა აქვს შემდეგ სოციალურ-ეკონომიკური იზოლაცია და ბოლოს ფიზიკური განადგურება მაგრამ ძალიან მიახლოვდა ესე ფორსირება მოახდინა აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ მოხდეს სტრატეგიული შეთანხმება წინააღმდეგობის. არ მოხდება, ვინც შეთანხმდება ძალები, ის იქნებიან ლოკომოტივი. ეს არის ბუნებრივი პროცესი და მე ამით ჯერა. სტრატეგიულ წინააღმდეგობაზე შეთანხმება შედარებით მარტივია, ვიდრე რაღაცეების აღიარება. აი მაგალითად კოალიციაცულებისთვის რამე უნდა აღიაროთ? არა, არ გვაქვს საბედნიეროდ, არა, უყურეთ არაერთი წამით.
ეს უნდა დავსვათ. როგორ არა, ჩემს ეთერში ყველა ამას პასუხობს, რომ მას არაფერი აქვს აღიარებელი. ხო, შეიძლება ისე თვლიან თვითონ. ამის შესაბამისად, როგორ უნდა აღიარებინოთ იმას, ვინც ფიქრობს, რომ არაფერი ჩავდენი. არა, აგურეთ, საბოლოო ჯამში ამას გადაწყვეტავს საზოგადოება, მაშინ ის ჯგუფები, ვისაც ყველაზე ნაკლები შეცდომა აქვს დაშვებული, თუ ესეა, უშეცდომო არავინ არ არის, ყველაზე ნაკლები შეცდომა. ანუ ახლა მაინც შეცდომების ძიების ეტაპია. მე ამას ვკითხულობ, თუ სტრატეგიულ დოკუმენტზე შეთანხმების წინააღმდეგობა. სტრატეგიულ დოკუმენტზე და სტრატეგიულ კოორდინაციაზე და თანამშრომლობის დროა ეს ცხადია და ცალსახაა აქ წერტილი და მეორე წინადადება. ერთმანეთთან უნდა დაახლოდნენ პოლიტიკური პარტიები და თუ ვინმეს რამე აქვს ერთმანეთთან გასარკვევი, უნდა გაარკვიოს. ეს არის მეორე საკითხი. ჩვენ ვამბობთ რომ ამ კოორდინაციაში ვიყავით, ხო? ბოიკოტის კოორდინაციაში ვიყავით. ეს არ იყო ერთობა რაღაც. ვიყავით აი 8-ვე მიუხედავად იმისა, რომ პარტიებს შორის იყო 100 და სხვადასხვაობა, ჩვენს გარდა, აი პარტია ახალის გარდა 7-ვე პარტია იტყვის, თუ ობიექტურები იქნებიან, რომ ჩვენ ვიყავით ამ პროცესში სამართლიანები, ობიექტურები და ჩვენი პრინციპების პრინციპულად არა შეიძლება საპარლამენტო არჩევნებიდან მაგალითად ვიღაცას საიდანაც საჭიროდ ჩათვლის რომ ეს პრობლემები მოიხსნას იქიდან უნდა დაიწყოს ათვლა მაგრამ პირველი წინადადება უნდა ჩაიხუროს, მეორე წინადადებით უნდა გაგრძელდეს. კოორდინაცია არის მნიშვნელოვანი. სხვა შემთხვევაში ჩვენ ამას მაინც ვაპირებთ, რომ იცოდეთ, აქტიურ ჯგუფებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ უნდა გავშალოთ წინააღმდეგობის ფრონტი. საქართველოს არ აქვს ეხლა დასაკარგი დრო, იმ დროს, როდესაც ჩვენ დღეს მოვიცნეთ ლავროვის განცხადება, რომ ჩვენი აბრალებს ევროპას და ამერიკას, რომ სამხრეთ კავკასიაში თურმე ინტერესები ქონიათ. რაც მისასალმებელია და ესეც არის და ისინი ამბობენ, რომ ჩვენ არაფრის ფასად არ დავთმოთ. და ძალიან ცხადია ყველასთვის, ხო, ვის ადგას ეროვნული ძალები და ოპოზიცია, რეალური ოპოზიცია, სადგას ქართული ოცნება. ლავროვი უჭერს ქართულ ოცნებას ხარს, ჩვენ გვიჭერს ევროპა დასავლეთი ცივილიზაციური სამყარო. ესეთი ცივილიზაციურ წინააღმდეგობაში ვართ, ამის თქმა მინდა, თორე ჩვენ გვაქვს ბევრი კითხვა, აი არ ვაპირებდი ამაზე აქცენტირებას, ახლაც არ გავაკეთებ, მაგრამ თუ ვინმესთან შეკითხვები გვაქვს, ჩვენ გვაქვს, მარტივი შეკითხვა გვაქვს, რომ ხوارჯობია ვიღაცამ დაისვენოს 5 ჯერ ნაკლები ხმა რომ მიიღო ერთ წელიწადში. პირობითად ვამბობ, შეიძლება ესეც შეკითხვა იყოს პირდაპირ და მკაცრი. იმიტომ რომ ეხლა ისე მოაქცია ოპოზიციის საქმე, რომ ოპოზიციად აღარ თვლიან. არის ეგეთი პარტიაც, ხო? და ლეგიტიმაციის ყველას აქვს მხოლოდ შეკითხვები და პასუხები არავის. და ამის შეკითხვა აქ ვარ. აი, გისვამ რამე შეცდომა თუ დაგიშვიათ კოალიციის არსებობაში და არაო ის ამბობდა. ყველა ასეთი უშეცდომოა ამ ქართულ პოლიტიკაში. უშეცდომები ნამდვილად არ ვარ. უშეცდომები რომ ყოფილიყავით. იმდენი ხმა გვექნებოდა რომ სხვისი ასე ვთქვათ მოხმარება არ დაგვჭირდებოდა ქართული ოცნების დასამარცხებლად, მაგრამ საბოლოო ჯამში ამომრჩევლის ხმები ისე გაიყო გამარჯვებისთვის საკმარისი, როგორც გაიყო, მაგრამ არაუშავს. ეხლა არის არა უკან დახევის დრო, არამედ წინსვლის დრო, ვინაიდან საბოლოო ჯამში თეორიაც ამას გვეუბნება, პრაქტიკაც ამას გვეუბნება, ხალხში დაბრუნებული რწმენაც ამას გვეუბნება და ჩვენი პარტიული ასე ვთქვათ სტრუქტურული ერთეულებს რაც დადებითად შეაფასა პაპუაშვილო, რომ ესენიო ძლიერები არიანო და ასე შემდეგ. ესეც რაღაცას ვერ დავეწიებად, ბოდიში ვიხდება, ნოთენგო კოალიცია ცვლილებისთვის უნდა ავკრძალოთო. მათში შემავალი პარტიებიო, მე გამოყო დროა და გირჩიო და მე მოაყოლა სხვა პარტიები, პატარები არიანო, პოლიტიკური ზეგავლენა ასეთი არა აქვთო ჯერ და ამიტომ მათ არ აგზალოთ. ეს აკრძალა დროას და გირჩსაც ეხება, ეს როგორც თქვენ ასე ვთქვათ, სარჩელი არ წამიკითხავს, ჯერ არ გამოქვეყნებულა, ანუ არ შეუტანიათ საერთოდ გონი, შეიძლება გადააგზავნოს, მაგრამ ჩვენთვის არ არის ცნობილი, არ ვიცი, ამ ჯერ არ წამიკითხავს, საჯარო არ არის საჭირო. ასევე არ ვიცი მოთხოვნები რა აქვს, ის რაც წაიკითხეს გასაგები. მაგრამ მისი ასე მტკიცებულებების ნაწილში, როგორც ბრიფინგზე თქვეს, პრეს-რელიზის ნაწილში, ისინი არ აპირებენ დროას და გირჩის აკრძალვას, მაგრამ აი არადემოკრატიული და უპრინციპოები რო არიან. თუ ისინი ნუ გადალაგდებიან, გადმოლაგდებიანო და ისევ კოალიცია პოლიტიკური ზეგავლენა გაეზრდებათო. როგორ შეიძლება ვინმესე პოლიტიკური პარტიის საქმიანობა ეს არის, პოლიტიკური ზეგავლენა. რა თქმა უნდა, ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ პარტნიორებს და ჩვენს კოლეგებს გირჩიდან და დროა ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ზეგავლენა აქვს და ჩვენ თანამებრძოლებთ ერთი ოჯახი. კი, ესე თქვეს, უბრალოდ ჩვენ ქვია კოალიცია ცვლილებისთვის რეესტში, იმიტომ რომ კოალიციად რო შევსულყავთ. კოალიციაში ხო დროას შედის და კი, დროას და გირჩი მეტი თავისუფლებაც. თუ იქ წერია რომ კოალიცია ცვლილებისთვის უნდა აკრძალოთ, ცალკე პარტია დროა და გირჩი არ იგრძალება. არ იგრძალება, იმიტომ რეესტში ისინი ცალკე პარტიებია. კი ბატონო, გასაგებია ყველაფერი, გაუგებარია, მაგრამ რაღაცას დავეციეთ, კი ბატონო და აქვე ვიკითხავ ბოლოსკენ, ბატონო, თქვენ ახსენეთ, რომ ყველა აკრძალული საბოლოო ჯამში იმარჯვებს, ყველა არა.
მაგრამ ძირითადად ასეა, რეჟიმები მარცხდებიან, მაგრამ მათი მოდელი, ივანიშვილის რეჟიმის მოდელი ცალსახად პუტინის რეჟიმია, სადაც პუტინი აგროვებს წაგებულ დიქტატორებს მოსკოვში, იქნება ეს ასადი, თუ იქნება ეს იანუკოვიჩი ან ასე შემდგომ, მაგრამ თვითონ ჯერჯერობით კრემლშია. ანუ ფიქრობ თუ არა, რომ საერთაშორისო ასპარეზზეც პუტინის შესუსტება იმოქმედებს აქაური რეჟიმის დასუსტებაზე. ცალსახად ამის იმედად ყოფნა მიამიტურია მხოლოდ, მაგრამ ეს ეხმარება ყველა რეჟიმთან შედარებით, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ქართული ოცნების რეჟიმი ერთ-ერთი სუსტია, იმიტომ რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა კიდევ ერთხელ ეს ბოლოს საფეხურია. ამის შემდეგ სხვა რაღაც არსებობს, რაც იმედია არ მოხდება, მაგრამ ხო, კი, ქუჩებში მკვლელობა ლიდერების, პოლიტიკური პარტიების ლიდერების და ავტორიტეტების, ჟურნალისტებთან, პოლიტიკოსებთან მიმართებაში და ასე შემდეგ. არის მკვლელობები სამწუხაროდ არავის ვაშინებ, მაგრამ ეს იყო რეალობა რუსეთში, ეს არის. განსხვავებით რუსეთისგან, განსხვავებით ბელარუსისგან, საქართველოში ძირითადი არა ყველა თითქმის პოლიტიკური ლიდერი ადგილზეა, მათ შორის ჟურნალისტები, მედია მენეჯერები. აპატიმრებენ მედიას ჩვენთან ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია მოხდა. თუმცა ბოდიშვიხტი ლექსოლაშკარავა ზუსტად ამ რეჟიმის მსხვერპლია და შერყეული ჯანმრთელობა მზია ამაღლობელის ამ რეჟიმის მსხვერპლია, ნინო დათაშვილზე ცოტა ხანში ვისაუბრებთ და ასე სხვა პოლიტპატიმრები, რომელსაც ოჯახის წევრები გარდაეცვალა იმის გამო, რომ ისინი საკუთარი შვილები და ესე შემდეგ საპატიმროებში იყო. ამ ეტაპზეც კლავს კი, გეთანხმები და ეს არის ბოლო ეტაპია, რაც შეეხება იმას, რომ ეს დროში გაწელილი პროცესია თუ არა. ისე ფორსირებულად აკეთებს ქართული ოცნება, თვითონ აჩქარებს პროცესს. თუ ვინმეს უნდა აწყობდეს სიტუაციის ნორმალიზება, ეს არის ქართული ოცნება. ცდილობს ამას, კი ცდილობს. შეძლო, ვერ შეძლო და ეხლა თქვა რომ მოდი მოვასუფთავებ ამათ რადიკალებს გავაჩერებ და ჩემს სატელიტ პარტიებს შევქმნით. ვერ შეძლებს ამას, იმიტომ რომ ეს სწრაფად არ ხდება და როგორ შეიძლება ეხლა გავანებოთ თავი ასე ვთქვათ რაღაც პირად პოლიტიკურ და პარტიულ საკითხებს რეალური ოპოზიცია, ოპოზიციური ამომრჩევლისთვის როგორ შეიძლება ვატო შაქარიშვილი თუ რა გვარია ეს ბიჭი, არ ვიცი, ჩანაცვლდეს ან ხალხის ზალით, რომელიც ეხლა რაღაც ხო გამორიცხულია, ეს ბუნებრივად ვერ მოხდება. ამას ჭირდება რა ვიცი მინიმუმ 2-3 მოწვევის პარლამენტა ვის და ქართულ ოცნებას მაგდენი დრო ნამდვილად არ აქვს. ჩემი აზრით ისე დააჩქარა ქართულმა ოცნებამ პროცესები, რომ ალტერნატიული სტრატეგიების შექმნის დროც არის, მაგრამ ასევე დასაწყებია ოპოზიციურ ფლანგზე და აქტიურ სამოქალაქო პროტესტში მყოფ ადამიანების მიერ და ჩართულობით წინააღმდეგობის სტრატეგიული ფრონტის შექმნა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ოღონდ რეალური ფრონტის და არა ის, რომ ერთობა ერთობისთვის, არამედ ერთობა უნდა ასხივებდეს ძალას და ერთობა არ უნდა ასხივებდეს მხოლოდ ერთობას. ერთობა ერთობისთვის არ იქნება შედეგის მომტანი, ერთობა უნდა იყოს ძალის გამოსხივებისთვის, რომელიც რეალურად შექმნის ქართული ოცნების ალტერნატივას. ჩვენ მათ შორის ქართული ოცნების ამომრჩევლებს უნდა დავანახოთ, რომ აი ეს ადამიანები მოდიან ხელისუფლებაში, თუ გაიმარჯვებენ და აუცილებლად გაიმარჯვებენ და პასუხისგებლები იქნებიან ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას და ის ნახავთ ასეთ პროცესს. უნდა ვნახოთ, სხვა გზა არ არის და კოალიცია ცვლილებისთვის ამისთვის არის მოწადინებული, ვინაიდან ყველა პირობებში ქართული ოცნება უნდა დამარცხდეს და რაც უფრო მალე მოხდება კოორდინაცია, ამის შესაძლებლობის შანსი არის დიდი. დიდი მადლობა.